მოგესალმებით, ჩვენ ვაგრძელებთ ივანიშვილის და ქართული ოცნების მხილებას და იმ დაძურებული ცხოვრების მხილებას, რომელიც მივიღეთ ქართული ოცნების პირობებში 14 წლიანი მმართველობის განმავლობაში. 14 წლის წინ ეს ხალხი ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და მისი რაზმი ხელისუფლებაში მოვიდა პირველადი და ყველაზე მყარი დაპირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს გაუადვილდებოდა ცხოვრება, გაუიაფთებოდა ცხოვრება და გამოვიდოდნენ სიდუხჭირიდან. ივანიშვილი მაშინ ამბობდა, რომ გაიაფთებოდა გადასახადები, სახელმწიფო სერვისებზე გადასახადები და ზოგადად ცხოვრება. ლარი დენიდან აღარ წავიდოდა ვიღაცის ჯიბეში და ლარი რომელიღაცა ბარკლიდან კიდე. ამ ყველაფრის დაპირება 14 წელი ჩუმად იყო და 14 წლის თავზე, მაშინ როდესაც პოლიტიკურად გაკოტრებულები არიან, საერთაშორისო იზოლაციაში არიან, საკუთარი ხალხის დამწამლელი ხელისუფლების სახელი აქვთ, გადაწყვიტეს და დადგან ცირკი გაუსაძლისი ცხოვრებასთან მიმართებაში. საქართველოს ცხოვრება გაუსაძლისია. ეს საქართველოს მოქალაქეებმა დიდი ხანია ვიცით. ის საცირკო წარმოდგენა, რომელსაც ეხლა თვალყურს ვადევნებთ, რომ თითქოს რაღაც სამთავრობო კომისიები იქნება და ეს სამთავრობო კომისიები ფასს გაიაფებს სასურსათო პროდუქტებზე, აბსოლუტური ფარსია და აბსოლუტური მარაზმია. რეალური პრობლემა არის ინფლაციაში და ინფლაცია არის ეროვნული ბანკის უგუნური პოლიტიკის შედეგი და პრობლემა არის ქართული ოცნების მიერ ცხოვრების გაძვირებაში. გაძვირება ხდება როგორც კორუფციით, ისევე პირდაპირ გზით სახელმწიფო სერვისების გაძვირებით მაგალითად. დღეს თქვენ ყურადღება გვინდა გავამახვილოთ სახელმწიფო სერვისებზე. ანუ ისეთ სერვისებზე, რომლის საფასურის გაზრდასთან დაკლებას არავითარი ბაზრის მოკვლევა, სპეციალური კომისიები და მსგავსი არაფერი არ ჭირდება. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს ამ ქვეყანაში, რომ 2019 წლიდან ტენდენცია იწყება და დღევანდელ დღემდე ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოდ 200%-ით არის გაზრდილი საფასურები სახელმწიფო სერვისებზე. ანუ ივანიშვილი აძვირებს და ივანიშვილი აღარიბებს. ერთადერთი მიზეზით, რომ უფრო მარტივად მართოს. უფრო მარტივად მართოს გაჭირვებული საზოგადოება, რომელიც ყოველდღიურად ფიქრობს იმაზე, რითი გამოიკვებოს. არავითარი ლოგიკა არ აქვს. არც საწვავი არ გაძვირებია და არც დენის საფასური იმას, რომ პასპორტის აღების საფასური არ უნდა გაორმაგებულიყო. რომ პირადობის მოწვევის საფასური არ უნდა გაორმაგებულიყო. რომ ჯარიმები ტაქსის ადგილას პარკირებაზე არ უნდა გაორმაგებულიყო მაგალითად. რომ ჯარიმები არასწორად პარკირებაზე 10 ლარის მაგალითად 50 ლარი არ უნდა გამხდარიყო. რომ საპასპორტო სერვისები, ქონების რეგისტრაცია, რა ვიცი, სტატუსის ცვლილება მიწაზე, ყოველდღიური სერვისები, რომლის მომხმარებელიც მილიონამდე ქართველია ალბათ ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლიდან დღემდე ამ სერვისებზე ფასი გაიზარდა კატასტროფულად. პასპორტი 100-დან 150 ლარი, პირადობა 30-დან 60 ლარი, ქონების რეგისტრაცია 55-დან 150 ლარი, მანქანის გაფორმება 70 ლარიდან 200 ლარი. აქ მარტივი კითხვა ისმის, რა კომისია მოიძიებს ამ ფასებს? ვინ არიან ის ხალხი, ვინც ახლა დადგებიან და კიდევ ერთ სპექტაკლს დადგავდა ამას გამოიკვლევთ. თქვენივე პირობებში 5 წლის მანძილზე გაასამაგეთ ფასის სერვისებზე, რომელშიც არც ხარისხი არ მომატებულა. არც არაფერი რამე გაძვირებიათ იმისთვის, რომ ეს ფუცელზე დაბეჭდონ რომელიმე რეგისტრაცია. უბრალოდ ადგეს და გააძვირეს. უბრალოდ ადგეს და გაასამაგეს, გაახუთმაგეს. და რას აკეთებს ამ დროს საქართველოს მოქალაქე? რას უყურებს პარალელურად გაძვირებული სერვისებისა, გაორმაგებული პურის ფასისა, გაორმაგებული ფასებისა ყველა პროდუქტზე და ადევნებს ახლა თვალყურს საცირკო წარმოდგენას, რომ ვიღაც გაურკვეველი ხალხი შეიკრიბება სუსის სპეცოპერაციებით შეამტრევს ოფისების კარებს ბიზნესის წარმომადგენლებთან, საქართველოში დააშინებენ ბიზნესს, ბოლოს მივიღებთ პროდუქტების დეფიციტს, ბოლოს მივიღებთ იმას, რომ ამ ქვეყანაში წესიერ ბიზნესს აღარავინ არ აკეთებს, ისედაც შეგახსენებთ, რომ პირდაპირ ინვესტიცია ამ ქვეყანაში აღარ შემოდის, სოფლის მეურნეობა აღარ არსებობს, ჩვეულებრივ მომხმარებელთა ჯგუფად არის ჩამოყალიბებული და არაფერი ნიშანწყალი არ აქვს ამ ქვეყანას, რომ ის ნამდვილი სრულფასოვანი სახელმწიფო და ქვეყანა არის. და აი ამ ვითარებაში საკუთარ თავს იმის უფლებას აძლევენ აი ამ გაზრდილი სერვისების ფასებით. პასპორტის ფასი, აი ესე უბრალოდ ერთ დღეს რომ გაიღვიძეს და გააორმაგეს და სტანდარტული ჯარიმის ფასი გაახუთმაგეს, რომ აი ამას უნდათ რომ უშუალო სუსის გამოძიებით, სპეცოპერაციებით და კომისიებით, რომლებშიც გაურკვეველი და გაუნათლებელი ხალხი უნდა შეყარონ. ეს წარმოუდგენელია ხალხო. ყველას უნდა ისმოდეს, რომ ეს არის პროპაგანდა, ეს არის ტყუილი და ერთადერთი კაცი, ვინც პასუხისმგებელია ამ ქვეყანაში თქვენი ცხოვრების გაძვირებაზე, არის ბიძინა ივანიშვილი. ვინმე თუ დღეს ამაში ეხმარება, არის ირაკლი კობახიძე. ვინმე თუ გუშინ ეხმარებოდა, იყო ირაკლი ღარიბაშვილი. და ყველანი არიან ერთი ძირიდან მოდიან. ამიტომ ეს ზღაპრები რომ ვიღაცა კეთილი ბიჭია და ვიღაცა არა, თავისთვის შეუძლიათ შეინახოთ. მადლობა.